ამჯერად საღამო მშვიდობისა რუსთავიორის მაყურებელს მივესალმებით, კიდევ ერთხელ მოგილოცავთ სიყვარულის დღეს. Რა თქმა უნდა და გისურვებთ მოგებას. მოგება ის არის, რაც გაახარებს ყველას თავად მოთამაშეს და მის პარტნიორსაც თავისთავად ცხადია. მოკლედ მოგება სიყვარულშიც და მოგება ლოტო 642-ის ფარგლებშიც. მით უმეტეს ისეთი დიდებულია ჩვენი ჯეკპოტი. ერთად უნდა გავაჟღეროთ ეს ამბავი აუცილებლად ზურა, იმიტომ რომ ორი ხმა ყველაფერს ძალიან უხდება ხოლმე. 1,899,733 ლარი. და აქვე ბატონო მეორე საპრიზო კატეგორია, რომელიც 60,000 ლარს გასცდა და ეხლა ჩვენც გავწდებით ამ ტერიტორიას და გადავინაცვლებთ ჩვენს ჯადოსნურ. გავწდეთ და დავიწყოთ თამაში. წარმატებას გისურვებთ 3-2-1. ჩამოვყარეთ ბურთები, გავათამაშოთ ეს ჯეკპოტი, ხომ შეიძლება, რომელიც შეადგენს 1,899,723 ლარს და რომელიც პარალელურ რეჟიმში იზრდება და იზრდება თან. ნახოთ, ძალიან დიდი იმედი მაქვს დღეს სიყვარულის დღე, ეს სიყვარულის დღე რაღაცნაირად ჯადოსნურია, ყველას უხარია და გავახაროთ. ცხრიანით დავიწყეთ თამაში და შემოგვიგორდა მეორე მომგებიანი ბურთი, რომელიც გახლავთ 33. კი ბატონო. დაბლებით დავიწყოთ, მაღალით გავაგრძელეთ და ისევ საკმაოდ შუაში ვართ სადღაც გაჭადილები. 32 გახლავთ მესამე მომგებიანი ბურთი და ველოდებით უკვე მეოთხე მომგებიანი ბურთს და აი ისიც ისევ აი მეოთხეც მოგორდა და ის გახლავთ ნომერი 7 ისევ მწვანე იღბლიანი ციფრი და ნახოთ რამდენად იღბლიანი იქნება დღევანდელი გათამაშება. წითელი ახსენე. წითელი ახსენეო და აგერ შემოგიგორდა 35-ო. აქვეო. აი ესე. ასე ნამდვილად და ისევ მწვანე ფერი. ამ შემთხვევაში 29 გახლავთ ის და ველოდებით ამჯერად უკვე ბონუს ციფრს და შემდეგ უკვე კიდევ ერთხელ გადავიმეორებთ ციფრების კომბინაციას. და ლურჯმა გადაწყვიტა დღეს ბონუს რიცხვობა და ის გახლავთ ნომერი 15. მოდი კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ, ვიწყებთ 9, 33, 32, 35, 29 და ბონუს რიცხვი გახლავთ 15. დაველოდოთ შედეგებს, თუმცა მანამდე უნდა უთხრათ კეთილი საქმეების შესახებ კი, აუცილებლად უნდა ვითხრათ, მით უმეტეს საქართველოს ეროვნული ლოტარია საქველმოქმედო ფონდ მომავლის გზასთან ერთად ძალიან ხშირად ახორციელებს ხოლმე სოციალურ პროექტებს. ამჯერად რაგბის მხარდამჭერ ჯგუფთან ერთად საგარეჯოს მარტოხელა დედები მოინახულეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს მათ. მოდი ვნახოთ ეს სიუჟეტი და შემდეგ ჩვენც დავბრუნდებით უკვე შედეგებით. ქალბატონო მედია, გამარჯობათ, როგორ მზადებით? დღეს საქართველოს ეროვნული ლოტარიის კომპანიის წარმომადგენლები და ასევე საქართველოს რაგბის მხარდამჭერთა კლუბის წევრები ჩამოვიდით თქვენთან საგარეჯოში, რადგან გავიცნოთ თქვენი საჭიროებები და საზოგადოებასაც გავაცნოთ ისინი. ჩვენ როგორც ვიცით, თქვენ მზადებით მარტოხელა დედა, რომელსაც ყავთ არასრულწლოვანი შვილები და ამის გამო თქვენ ვერ მუშაობთ და მოდით გვანახეთ თქვენი საცხოვრებელი პირობები და გაგვაცანით თქვენი ცხოვრება. ვარ მედია სიბაშვილი 41 წლის, მყავს 2 მცირეწლოვანი შვილები. ნახევრად მეტად მშივრები ვართ. მე ვარ დიაბეტიანი, როგორც ასევე ვერ ვმუშაობ ვერსად. მე საჭიროება ყოველთვის ბავშვებისთვის უფრო ყובה და სიცივეში რო არ იყვნენ ბავშვები. და მადლობა თქვენ კომპანიას და თქვენნაირ კომპანიებს, რომ გვერდში დამიდგნენ. გახსოვდეთ, რომ სოციალური პროექტები, რომელსაც საქართველოს ეროვნული ლოტარია ახორციელებს, თქვენი ჩართულობით ხორციელდება, რადგან როდესაც თქვენ იძენთ ბილეთს, ეს ავტომატურად ნიშნავს ქველმოქმედებაში ჩართულობას და თქვენს თანამონაწილეობას და მადლობა ამ ყველაფრისთვის. შედეგების დროა, აი ისინიც. მეოთხე კატეგორია გათამაშდა 1952 ლარი გაიყო 4 ადამიანმა 488 ლარმა შეადგინა მოგებამ ბილეთზე. მეხუთე მეექვსე კატეგორიები თავისთავად ცხადია როგორც ყოველთვის და 84 გამარჯვებული გვყავს დღეს. ჯეკპოტი გაუთამაშებელია 2 მილიონ ლარს მიუკაკუნა მან, ასე რომ იგებს ის ვინც თამაშობს, ხოლო მოგება შეუძლია რა თქმა უნდა ყველა. სამშაბათს ხვდებით ერთმანეთს დროებით.